ძალიან ლამაზია რა ეგ რა. აი ძალიან ლამაზია. და როგორ მოგიხდება თან? აიღე, მიდი, აი აღარ უნდა. ავიღო? აბა რა, ასაღები აუცილებლად. აი, ამას ავიღებ. კაი, ეგ აიღე. აუ, ეს ნახე რა. ის არ მოგწონს ესა? ეს? ხო, ეს არ მოგწონს, ნახე. აუ, ძალიან მოგიხდება რა. შემოხედე? ძალიან მოგიხდება. აუ, ეს ცოტა ძვირია. ოიცა, ეხა შენ კიდე დაიწყე ხოლმე. არის ძვირი, ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაში. რისთვის წვალობ, რისთვის შრომობ, თუ შენთვის რაღაცა არ გაიმეტე, გენე, რა არის ახლა ეს? კაი, ავიღო ესე. უნდა, ასაღები, აუცილებლად უნდა აიღო ეს. კაი, ამას. ეხა შენ ხედე, მაგას, აი ეს მოუხდება ნაღდათ ვიცი რა. აი ნაღდათ ვიცი რა. აი თან შენც როგორ მოგიხდება, ნუ ეს არის რაღაცა ესეც არ უნდა. დარწმუნებული ხარ? უნდა აიღო ეს უნდა აიღო. ეხლა ეს ეს უნდა აიღო ყველა ვარიანტში, ასაღებია ეს. კარგი. ესე იგი, შენ მომისმინე ეხლა, რასაც აქ ნახავ. აი რასაც აქ ნახავ, კიდია თუ დევს თუ რაღაცა, ოდნავ მაინც თუ მოგეწონო, უნდა აიღო. უნდა აიღო აუცილებლად. რაღა დაგრჩება, აი ესენი აიღე, აი ეს, აიღე. ხო, არა, ესეც აიღე, ძალიან ლამაზია, აი ეს. უფ. მოიცა ცოტა ესექენი, აი გვერდულად, აი ესე. ოხ, ლამაზი. ეს მეორეც აიღე, კაცო. კონდეს ეს მეორეც, რა იცი, რაში დაგჭირდება, წამო ხა სალამში. ხოთაშორის ესეც წამოიღე, ეს არ არის ცუდი. აუ, ძალამაზია ხო? გადასარევი იქნება. გამარჯობა გისმენთ? აჰა. ესე იგი ეს ორი ცალი. ძალიან კარგი 876 ლარი. მაშასეს შემდეგი ლოტი ბრილიანტის საყურეების საწყისი ფასი 50 ლარი. 50 ლარი 1, 50 ლარი 2, 50 ლარი 3. გაყიდულია. გამარჯობა. გოგონი, იცით რა მინდა? ესე იგი, ქსეროქსის აპარატი მინდა რომ შევარჩიო და იქნებ მომეხმაროთ. კი, ფართო არჩევანი გვაქვს ქსეროქსების ხარისხის და ფასის მიხედვით. აჰა, ძალიან კარგი. ფასს მნიშვნელობა არ აქვს პრინციპში. მთავარია, ესე იგი, იყოს ფერადი, ხარისხიანად ბეჭდავდეს და ძალიან სწრაფად. აი, მაშინ ეს ქსეროქსი შემიძლია შემოგთავაზოთ. აჰა, და ანუ ეს ახლა ჩართულია და მუშაობს? კი, ბატონო, ჩართულია. ძალიან კარგი. კიდევ რა მინდა იცით გთხოვოთ, იქნება რაიმე ტელევიზორი შემირჩიოთ თქვენ, სანამ მე შევათვალიერებ და დავტესტავ ამ ქსეროქსს. კი, ბატონო. ყველაზე ძვირიანი ტელევიზორი მინდა თუ რამე გაქვთ მაღაზიაში თუ შეიძლება. კი, ბატონო, ეხლავე. დიახ. არ ვიცი რა, საერთოდ როგორი მინდა არც ის ვიცი და საერთოდ თუ მინდა ისიც აღარ ვიცი რა. კარგი რა, აი გეუბნები, დამიჯერე, შენ რო ეხლა მკერდი გაიკეთო, იქნება ძალიან მაგარი. გოგო, აი ნახე, ხა ეს რა ლამაზია. ეგ ლამაზია, მაგრამ მე არ მომიხდება. აი ეს. აუ ეს ხო, ეს ძალიან სპატიურია. აუ ეს ლამაზია. ხო და რაღაც ელოდები ახლა. მე არ ვიცი გოგო. არ ვიცი ვიბნევი მაინც რა. მე აღარ ვიცი საერთოდ რა ვქნა რა იმდენი არჩევანია სვავირიე.
გოგონი ვაიმე ვიცული აქ მეგონი ხო? მაბადეთ, ხაბატონ, მაბადეთ. მიხურე ხარ. მაბადეთ. ვაიმე, დედა ჩემო, ღმერთო, რა უბედურება. რას მიხურებ, დეგენერატო შენ? რა ხდება? მართლა გამომიცვალო თუ არ გამომიცვალო, რა გავაკეთო ბოლო. იდე ხა ვიღაცა. მოკლედ, ამ შაბათ კვირას ვიყავი სილამაზის სალონში, სპა სალონში, მანიკური, პედიკური, მასაჟი. მე რამოდენიმე რესტორანიც მოვიარეთ, ძალიან მაგარი რესტორნები ვიყავთ. მე ისევ სილამაზის სალონი, ისევ სპა სალონი, ისევ მასაჟი და მოკლედ სად აღარ ვიყავი და არსად არ არის ვაკანსია და ხო მიხდით ახლა მე ხერხება მანიკური, პედიკური, ვარცხნილობებს ვაკეთებ და თუ რამე გამოჩნდა, იქნებ გამაგებინოთ რა. გამარჯობა, გაჩნდა გოგონა, ძალიან საყვარელი, უსაყვარლესი. 3 კილო ნახევარია, 52 სანტიმეტრი. ოღონდ ჩემი არ არის, ჩემი მეგობრის არის. უნდა ნახოთ ჩემი მეგობარი რამ სუქანია, რამ სისქია და ეს ბავში არ აძინებს, საერთოდ ღამეები არ ძინავს და უნდა ნახოთ სახეზე რას დაემსგავსა. აი მე როგორც იქნა მე უფრო ლამაზი ვარ, აი უფრო ლამაზი. გამარჯობა. მინდა რომ მოგიყვეთ, ანუ ჩემი განვლილი ვიკენდის შესახებ. მოკლედ, ვიყავი ჩემი შეყვარებულის მშობლებთან სახლში. ძალიან მაგარი იყო, ოღონდ მართლა რა. ეხლა მე ცოტა ასაკი დიდი ვარ, ეხლა რიცხავს რა მნიშვნელობა, რატო უნდა გითხრათ? ხო და აი ძალიან მაგარი დრო გავატარეთ, ჭამეთ, დავლიეთ, ძალიან ბევრი ვიწინეთ, ვიხარხარით, აი ჭკუაზე არ ვიყავით, ხო და ოღონდ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან რა და გულწრფელად მითხარით რა. თქვენ ახლა თქვენ თავზე შეურაცხყოფად მიიღებდით თქვენი შეყვარებულის მშობლებს რო ეთქვათ ფუ ეს საფრთხობელა ვინ მოათრიეო ან აი ფუ ეს გასიებული ბებერი ქალი ამასთან ჩემი შვილი არ იცხოვრებს ზათხარ სულთან ბრძანებელო გვითხრი რა ელოდება ჩემს ქმარს ამ 1 წლის განმავლობაში. შენ წაიკითხე, შენ წაიკითხე. ის მოკუდებაო? აიმე. კაი, დაწყმარდი საყვარელო, დაწყმარდი. მოიცა კიდე თავი დამკითხა. ეგება რამე საშველი იყოს. მოიცა, ზათხარ. აგითხე რა. სულთან ბრძანებელო. რა უნდა გააკეთოს ჩემმა ქმარმა, რომ ის არ მოკვდეს? ვაიმე. აბა. წაიკითხე. ცოლს ცოლს უყიდოს მანქანა.
ეგრე გამოვიდა. წელს უკიდოს მანქანაო? ხო, საყვარელო, აი მე უბრალოდ ხელი მედო და ესე თვითონ დადიოდა აქეთ-იქით. თვითონ დადიოდა. ეს და წელს უკიდოს მანქანაო, ხო? ხო, რა არაო? უყიდოს კი არა, ეხლა ალაგე ესენი და ჩაკრა ესე მიდი. მიდი. ვაღარ მინდა რა. უყურე შენ ამას. It must be here. The day begins. 7:13. People get started. ბოდიში, ტესტი მინდა ორსულობის. აი იქეთ კუთხეში ნახეთ. იქეთ. დიახ, აი. გრეც ვიცო. ჩემო ეკა. თავს ვიჭერ ხოლმე ფიქრებში, რომ ჩემი გონება მუდამ შენს გარშემოა, მუდამ შენზე ზრუნავს და თავს გიმლება. მოდი შენ გაგიმარჯოს, ჩემო ეკა. გაგვიმარჯოს. მე ბოდიში. შეწუხდნენ? აღწუხდნენ? ერთ წუთით. გოგონი ერთ წუთით. დაიყვარა. რა? კიდე იზამ. ჩემო ეკა. Oh baby, oh baby, oh baby, აუ ნათ, ის ტიპი არ მოგწონს? აუ რა ვიცი. და ეს ლურჯი პლავკები როაცვია? აუ რა ვიცი. აუ ის დაკუნთული როა შეხედეთ ხო? აუ რა ვიცი. შენ კიდე რა გჭირს, რა ვიცი, რა უბედურება. აუ აქ ყველა კაცი ერთნაირია და გვერდზე კიდე მანქანა არავის არ უყენია და რა ვიცი. ხო, პრინციპში ეგეც მართალია. ანუ ამ წინგს მირჩევთ ხა? კი, ეს წინგი ძალიან მოგიხდა სხვათა შორის. აი ძალიან ფერშიც ისე ჩაჯდა ერთი წუთით. აუ ხა, ძალიან მიხდება. აუ ძალამეთ. აუ ესეც რა ვიღო წამეყაბაც მათ. ვაიმე არ გინდა რა ეს რა არ გინდა რა მწვანე შენი არ არის არა ეს წითელი წინგი ძალიან მოგიხდა სხვათა შორის აი მაშინ ამას ავიღებ და აუ ამასაც ავიღებ და ხა ლურჯიც როგორ უხდება აკვდება აი იცი რა სტილშია შენ სტილშია რა შენ სტილში კი ჯდება სტილი როგორ გესმით ჩემი იქით ხასალა რა აი იქით ძალიან დიდი მადლობა ჩემო სიხარულო ჩემო როგორ მიყვარხარ რო იცოდე რა მე ჩემო საყვარელა გენაცვალე ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ მომენტს მე მგონი დიდი ხნის წინ და გამეკეთებინა ეს ამბავი მაგრამ რა ვქნა ახლა დროა მე რა უნდა გაგეკეთებინა დახუჭე არ გამოიხედო არა კარგი 3 4 აი აბა გაახილე ვაიმე ჩემო საყვარელო ხო ვაიმე როგორ იქნა როგორც იქნა მე რა ბედნიერი ვარ აუ ჩემებს უნდა დაურეკო კი დაურეკე რა თქმა უნდა აბა შენებს თუ დაურეკე ისე მამიკო მე ვარ ხო
აუ ისეთში ვარ პოლიციიდან წამოიღე რა აკახამ დედას ბეჭედი გამოიტანა ლომბარდიდან თუ კიდე ამბობდი ბანდიტი ეგო აი აქ არის თქვენი სახლი. აი ეს არის თქვენი სახლი. აბა რა, აბა ნახე ჯერ გზის პირი. ნახე როგორი ჰაერნიავი მუდამ ჟამს. და რა ჩვეულებრივი ადგილი, ანუ ხა სხვას უკეთეს ვერ ნახავ რა. აი ეს ერთი და იგივეს რო ყიდიან, ხო იცი, თეთრი კარკასი, შავი კარკასი, თეთრი კარკასი, შავი კარკასი. ჩვენ ვყიდით სკვერში. ვერ ნახავთ უბრალოდ ასეც. თან ძალიან იაფია. სულ რაღაც 80 კილომეტრშია თბილისიდან. ხო, ანუ ცენტრთან რაღაცა ახლოს არ იყო თითქოს და რა ვიცი. აქ მშენებლობა დაიწყება, ეს გახდება ცენტრი. ვაიმე, თან რაღაცა კაპიკები ღირს, ხო ნუ ეხლა. რა ღირს უკაცრავად? $1200 კვადრატული. $1200? რა, ამაზე იაფად ვერცად ვერ ნახავთ. ჩემო კარგო, ნახე რა ჰაერი უგზება მე ღრმათის უთქე რა, იცი რა ჰაერია. ეს არის ამპურნალო, ეს არის კურორტული ზონა. შენ რას ფიქრობ? არ ვიცი რა. ვიყიდოთ, აბა ხა ამ ხელა გზაზე ყველა წავიდე. ჩვენ არიანი ადგილია. ხეცარა. ალო? არის. ბუჩქები. დიახ, აქ ვარ, ჩემო კარგო, კი. ერთი ბინა დარჩა სულ და ეხლა კი მყავს მე კლიენტები, მაგრამ მე მგონი არ იღებენ და წამოდით თქვენ, წამოდით. ერთი წუთი, სად უნდა წამოვიდნენ, კაცო, ჯერ პასუხი არ გვითქვამს. დაგირეკავთ 2 წუთში. არა, იცი რა, ცოტა სწრაფად მოიფიქრეთ, იმიტომ რომ ლეწვან გრევაა ამ ერთ ცალ სახლზე და აი აგერ კოდალას ბუდეს რო ხედავთ, აი ეგ არის ზუსტად აი ეგ სართულია. აუ, ლაშა, მიდი რა, ადი რა და ნახე ხედი როგორია, მიდი. დავიდე. მიდი, ვაიმე, არც დაგავიწყდება რო გადმოიხედავ, ისეთი ხედია. მიდი ადი რა გეხვეწები. აბა დავაი. არა მე ხო გეუბნები, თქვენ ამაზე საუკეთესო, ეს არ ჩვეულებრივი ადგილი, თქვენ ვერ ნახავთ უბრალოდ ასეთ ადგილს. ამაზე კაი ვარიანტი თქვენ არ ჩაგივართ. კარგით, გავიგეთ ქალბატონო ერთით. ნელა! აჰა, ავედი. მე როგორი ხედია? რა ვიცი ამის. ავი, კარგი. თქვენა უკაცრავად. ისა. თქვენ ხო? დიაგენეცალე. ისა აქ რა ქალაქი მოი ეს რომელი ქალაქია ეს რა ეს ხაშურია ეგ ხაშური ეს ყველაზე დიდი პლუსი რომ თბილისიდან შეგიძლიათ ფეხით გადახვიდეთ ხაშურში ვერ ნახავთ ესეთ ადგილს ნუ ეს უნდა აიღოთ უკვე თუ აბა რა იღებთ ხო Machine ვიქნები ერთად ვინ გითხრა რომ მე არ მიყვარხარ რომ მე არ მიყვარხარ მითხარი ვინ გაგიბედა ვინ დაგაჯერა მითხარი რა შემიწვია დაგანახო რომ შეგიჩვიო მითხარი ვინ გაგაოცო შემგან შორს და მიხადენ მე ისამყარო და მიხადენ მე თქო დაგაჯერებ მე კიდევ ერთხელ რომ გული შენთან ყოფნას თქო ვინ გითხრა რომ მე არ მიყვარხარ რომ მე არ მიყვარხარ მითხარი ვინ გაგიბედა
მე სამყარო დამიხადე მეკთხო დაგაჯერებ მე კიდევ ერთხელ რომ გული შენთან ყოფნას თხოვ Now,